მოგზაურის დღიური მიემგზავრება ქვეყანაში, რომელსაც ევროპული ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ და რა თქმა უნდა, ეს საბერძნეთია. სამოგზაუროდ ქართველი ტურისტების ერთ-ერთი პოპულარული ქალაქი, სალონიკი შევარჩიე. საქართველოდან რეგულარულად სრულდება რეისები ამ მიმართულებით და ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ქუთაისიდან ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია. სალონიკის აეროპორტის გასასვლელში 2 ევროდ აპარატით შევიძინე ავტობუსის ნომერი X1-ის ბილეთი. ამ ავტობუსის მარშრუტი იმდენად მოსახერხებელია, რომ სადაც არ უნდა გქონდეთ დაჯავშნილი სასტუმრო, შორიახლოს მიგიყვანთ 40-50 წუთში. მოგესალმებით საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქიდან, სალონიკიდან. მართალია ჩვენ უკვე გვიმოგზაური აქ, როდესაც სამანქანო ტური გავაკეთეთ ევროპის მიმართულებით, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილებს მოვინახულებთ. იმ მოგზაურობაში ქალაქის მხოლოდ რამდენიმე ადგილი ვნახეთ და გავემართეთ მეტეორასკენ, ხოლო მეტეორიდან უკვე ალბანეთი, მონტენეგრო და სხვა ევროპული ქალაქები. ამ მოგზაურობაში ვაპირებთ სწორედ ის ადგილები მოვინახულო, რაც მაშინ გამოვტოვეთ, ამასთან ვესტუმროთ სხვა ქალაქებს და ღირსშესანიშნაობებს. სალონიკში შემდეგი რამდენიმე დღე გავჩერდებით და ვეცდები მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო აქ არსებული ღირსშესანიშნაობები, რა შეიძლება ვნახოთ, როგორ შეიძლება გავერთოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი ბერძნული თავგადასავლები. სალონიკი, იგივე თესალონიკი, ქალაქი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დის სახელს ატარებს. აქ ერთმანეთს ერწყმის 3 უძველესი ცივილიზაცია: ანტიკური, რომაული და ბიზანტიური. სწორედ ამიტომაა იგი ასე მიმზიდველი ტურისტებისთვის. ქალაქის არქიტექტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა მე-20 საუკუნეში. თავდაპირველად 1917 წლის დიდი ხანძრის და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბების შედეგად. ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა და საჭირო გახდა ახალი ნაგებობების აშენება. სალონიკის თეთრი კოშკი გასეირნება ულამაზეს ბულვარში, სადაც წლის ნებისმიერ დროს ნახავთ ფეხით თუ ველოსიპედით მოსეირნე ხალხს და მეთევზეებს. სალონიკი, როგორც მაკედონიის რეგიონის ცენტრი, ამაყობს ალექსანდრე მაკედონელით და ბულვარში ვედგას მისი ძეგლი, გავგამელას ბრძოლის ბარელიეფი და ფარების მემორიალი. ეს ის ადგილებია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ვესტუმროთ და ჩვენი პირველი მოგზაურობის დროს სწორედ ეს ადგილები გაგაცანით. ამჯერად სხვა ადგილებს და ღირსშესანიშნაობებს მოვინახულებთ. პირველი დანიშნულების ადგილის სანახავად ქალაქის ზედა ნაწილში, იგივე ანოპოლისში უნდა ავიდეთ. აქ მდებარეობს ძველი ციხესიმაგრე, რომელსაც უძველესი გალავნის ნაშთები აკრავს გარს. შესასვლელი ბილეთის ფასი 3 ევროა. მის შეძენას ადგილზე შეძლებთ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარის წორებით. ახლა მოვედით სალონიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას, რომელსაც ჰევდა პირგიონი ეწოდება. ეს არის ციხე, რომელიც სალონიკის ერთ-ერთ მაღალ მთაზე დგას და გადაყურებს მთლიან ქალაქს. ამ ადგილას ყოველთვის იყო ციხე, მაგრამ უშუალოდ ამ ციხის ისტორია ჯერ კიდევ 1000 წლის წინ იწყება, როდესაც აქ ბიზანტიელები იყვნენ და მათ ააშენეს პირველი ციხე აქ. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ეს ციხე იცვლებოდა, ყავდა არაერთი მმართველი, რაც ასახული ასევე მის კედლებზე. აქ სეირნობისას ხვდებით სხვადასხვა ბარელიეფებს, როგორც არის ოსმალური, ბერძნული და ასე შემდეგ. ჰევდა პირგიონი წარმოადგენდა თავდაცვის ბოლო პუნქტს, იმ შემთხვევაში, თუ მტერი გარეთ-ციხის გარღვევას შეძლებდა. ჰევდა პირგიონი საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა და იცვლებოდა. გალავნის კედელზე თვალნათლივ ჩანს ციხესიმაგრის სხვადასხვა სამშენებლო ფაზა. 1930 წელს ოსმალთა მიერ სალონიკის დაპყრობის კვალი იკითხება ციხის მთავარი შესასვლელი კარიბჭის კედლის წარწერაში.
ახლა ამოვედით ციხის გალავანზე, საიდანაც იშლება როგორც ციხის შიდა ტერიტორია, ასევე ქალაქის პანორამები. ჰეპტაპირგიონის ციხეს აქვს რამდენიმე სახელი. ასევე ეპტაპირგიო ან იედიკულე. სამივე სახელს ერთი მნიშვნელობა აქვს, ნიშნავს 7 კოშკს, 2 არის ბერძნულად, ხოლო იედიკულე ოსმალურად და ეს დაერქვა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიკავეს ეს ციხე. ციხის დათვალიერების დროს გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ სხვადასხვა არტეფაქტი, რომელიც აქ არის აღმოჩენილი, რომლებიც გვეხმარება წარმოვიდგინოთ თუ როგორ იყო მოწყობილი ეს ციხე. ნაღვნიშნოთ ერთი ფაქტიც, რომ მე-18 საუკუნის ბოლოდან 1988 წლამდე ამ ტერიტორიაზე იყო საპრობლემო, რომელზეც როგორც ამბობენ, გამოირჩეოდა არაადამიანური მოპყრობებით. ერთი ესეთი გამოთქმაც იყო, ერთხელ ციხეში აღარ ასოდეს გარეთ სანამ ცოცხალი ხარ. თუმცა, როგორც აღნიშნე 1988 წელს ეს საპრობლემო გაუქმდა და უკვე გადაკეთდა მუზეუმად, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და დავათვალიეროთ საინტერესო ციხესიმაგრე. ციხესიმაგრის დანიშნულების შეცვლასა და საკნების აშენებას ინტერიერის გარდაქმნა და მანამდე არსებული ყველა შიდა შენობის გაქრობა მოჰყვა. ტურისტებისთვის შესაძლებელია საკნების დათვალიერება. აქ შესვლისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ბოლო პატიმრის გასვლის შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. ფიქრობ, თუ რამდენიმე დღით იმოგზაურებთ სალონიკში, აუცილებლად უნდა მოინახულოთ დიდი წარსულისა და ისტორიის მქონე ეს ციხესიმაგრე. შთამბეჭდავი სანახავია სალონიკის გალავანი, რომელიც ქალაქის თანამედროვე ნაწილშია შეჭრილი და არ გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ, თუ რამდენად დიდებული და ძლევამოსილი ქალაქი იყო ის წარსულში. გალავანი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე ამაგრებდა ქალაქს, 4 კილომეტრის სიგრძისაა. 1988 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა, როგორც გამორჩეული ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუში. განსაკუთრებული განცდა ქუჩებში სეირნობა, სადაც თანამედროვე შენობებთან ერთად ძველი ცივილიზაციის ნაშთები გვხვდება. ამ ვიწრო ქუჩებს რამდენიმე ეკლესიასთან მივყავართ. პირველი ლატადონის მონასტერია, რომელიც დაახლოებით 1350 წელს დაარსდა. ის დღეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. აღსანიშნავია, რომ ლატადონის მონასტერს არასდროს შეუწყვიტოს ფუნქციონირება, მათ შორის ოსმალთა პერიოდშიც კი და დღემდე მოქმედია. მონასტრის ტერიტორიიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქზე. ქალაქის ამ ნაწილში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა შემოიაროთ ამ ადგილას, რომელსაც ფაშას ბაღები ეწოდება. ის 1904 წელს არის დაპროექტებული. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი არქიტექტურული ნიმუშების ნაშთები. არაერთი ვერსია არსებობს თუ რას წარმოადგენდა ეს ადგილი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო მუსლიმი მისტიკოსების შეხვედრის ადგილი, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ბაღი სეფარადმა, ანუ ესპანელმა ებრაელებმა შექმნეს, ზოგი კი ვარაუდობს, რომ ოდესღაც ეს ბაღი კატაკომბების ნაწილი იყო. თუმცა ყველანი თანხმდებიან, რომ ეს ადგილი ოდესღაც იყო ღია ბაღი, შადრევნებით და საინტერესო ნაგებობებით, რომელთა ნანგრევები დღემდე შემონახულია. ბაღები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაზიანდა და ნელ-ნელა გაიძარცვა. ნანგრევები ბევრმა სახლების სამშენებლო მასალად გამოიყენა. თუმცა, რაც გადარჩა, ესეც გვაძლევს იმის საბაბს წარმოვიდგინოთ, თუ რამხელა სივრცეზე იყო გაშენებული ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული ნიმუში. ბაღებიდან ახლოს მდებარე წმინდა პავლე მოციქულის სახელობის ეკლესიის ნახვა მქონდა გეგმაში. ეკლესია დაკეტილი დაგვდა. ამის მიუხედავად, გარედანაც ძალიან შთამბეჭდავი ტაძარია. პავლე მოციქულს სალონიკში უქადაგია და მისი 14 ეპისტოლედან 2 სწორედ სალონიკელთა მიმართაა დაწერილი. ტაძარიც ერთგვარად ამის აღსანიშნავადაა აგებული.
ქალაქში სახეტიალოდ გამოვედი. ეს პროცესი, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ძალიან მიყვარს. Hello sir. What is it? Salad. Okay. Is it tea or? No, I don't know what is it. Where are you from? From Georgia. Georgia? Georgia, country of Georgia. Georgia. Is it okay? I don't know what is it. Say like hot drink or? Drink is good. Drink is good. Okay. What's the price? Good. Supermarket is very nice. Okay. Good. What's the price? 250 small, 350 medium. To this. Wow. Can I take picture? Okay, ευχαριστώ. Wow. Wow. დაახლოებით კორკოტის გემო აქვს, ესე ჩვენთან იციან საქართველოში. სულ ღირდა 2.5-ია, რომ საკმაოდ ისეთ მისაღები ფასია და სახელი ქვია სალები. როგორც აგვიხსნა კეთილმა და პატიოსანმა ადამიანმა, ეს ყოფილა კარგი ჯანმრთელობისთვის, ყელისთვის, ორგანიზმისთვის ზოგადად და ვფიქრობ ძალიან გემრიელია სუსხიან დღეებში განსაკუთრებით. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. მზე მთელი დღის განმავლობაში გვემალებოდა, მაგრამ ზღვაში ჩასვლამდე გამოჩნდა და ეს პროცესი ფერწერულ ტილოდ აქცია. სერნობისას გადავწყვიტე რამე ადგილობრივი კერძი დამეგემოვნებინა. მეორე არ მიძებნია. პირველივე სწრაფი კვების ობიექტს მივადგე. შევუკვეთე ჩემთვის სასურველი კერძი და სულ რაღაც 3 წუთში დამიმზადეს. საბერძნეთში მოგზაურობისას სულ რომ ერთი დღის ვიყო, აუცილებლად ვაგემოვნებ ადგილობრივ კერძებს, მაგალითად გიროს და სულოც. დღეს სამ შემთხვევაში სულაკი გადავწყვიტე ქათმის ხორცით, სადაც არის ქათმის ხორცი, კარტოფილი ფრი, პომიდორი, სხვადასხვა ბერძნული соуსი, განსაკუთრებით ძაძიკის соуსია აღსანიშნი, რომელიც პიტაპურშია და დავაგემოვნებ. საბერძნეთის რომელი ქალაქს ჩავნა გავსინჯო, ყველგან გემრიელი გიროსიც და სულაკიც არის, ამიტომ თუ გადავწყვეტ საბერძნეთში მოგზაურობას და ჩავხვალ ამ ქვეყანაში, აუცილებლად დააგემოვნებ ესე განსაკუთრებული კერძები. ცოტა კიდევ გავისეირნებ ღამის ქალაქში. შემდეგ კი სასტუმროში წავალ. ხვალ დილიდან დიდი მარშრუტი გვაქვს გასავლელი. დღევანდელი დღის ადგილების მოსანახულებლად მანქანის დაქირავებას ვაპირებ. ამიტომ დილიდანვე გავემართე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში. მანქანა წინასწარ საიტის მეშვეობით დავჯავშნე. სტანდარტული პროცედურის გავლას 10 წუთი სჭირდება. უნდა წარვადგინოთ პასპორტი, მართვის მოწმობა და აუცილებლად დამქირავებლის სახელზე არსებული ფიზიკური ბარათი დეპოზიტის დასაბლოკად, რომელიც მანქანის უკან დაბრუნების შემდეგ მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში ბრუნდება. ვიქირავეთ მანქანა მოგიყვანეს და სანამ ქირავთ ხოლმე აუცილებლად ვიღებ ვიდეოს, ფოტოებს მთელი მანქანის გარშემო, ვინაიდან შეიძლება რამე დაზიანება გქონდეს, დასაწყისშივე და მე რო ბოლოს არ გითხრან
ეს თქვენ გააკეთეთო, დამადასტურებლად რო გქონდეს ფოტო-ვიდეო მასალა, ყოველთვის ოთხივე მხრიდან ვიღებ და ამას გავაკეთებ. მანქანის თითოეულ დაზიანება აღვბეჭდე და ახლა შეგვიძლია დავიძრათ პირველი დანიშნულების ადგილისკენ. Hello, how much? 55 cents. Wow, only I have on this. Almost 15 ცენტი და საკმაოდ იაფია. მაგრამ ყველაზე პატარა 5 ევრო მქონდა და ვაწვალებ ახლა. დამჭირდება ხოლმე. Thank you. ეხარისტო. ესე შვიდად წნარად გამოვიარეთ. შეგვიძლიათ რომ მიუთითოთ უფასო გზებიც. აი სამანქანო ევროტური რო გქონდა, მაშინ მითითებული გქონდა და კარგ გზებზე დავდიოდით, მაგრამ დღეს გვირჩევნია რომ ფასენ გზებზე ვიაროთ და მაღალი სიჩქარით, ვინაიდან დროში არ შევიზღუდოთ და რაღაცებს ნახვა კარგად მოვასწროთ. თუმცა თუ დრო გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება უფასო გზებით. ისეთ ადგილებში შეგიძლიათ წახვიდეთ, რომ ბევრად კარგი ხედებია და ბევრად სასიამოვნო მიხდება ტური. მაგრამ როცა გეჩქარებათ, ფასიანი გზებით, ანუ 55 ცენტი არაფერი არ არის საერთოდ. გზა სასიამოვნოდ გასავლელია. მაგისტრალზე მაქსიმალური სიჩქარე 100-დან 130 კმ/სთ-მდეა. მეორე ხარისხოვან გზაზე კი 30-დან 70-მდე. როგორც ჩვენ GPS-ი გვეუბნება, 14 კილომეტრი დავჭერთ ჩვენს პირველ დანიშნულების ადგილამდე და უკვე ძალიან მომწონს არემარე, იმიტომ რომ დათოლილი მთები გამოჩნდა. ბუნებაც ბევრად კარგია და იმედი მაქვს, რომ აი სადაც მივალთ, უფრო კარგ ადგილას იქნებოდა გარშემო სილამაზებთან ერთად, უკვე ის კონკრეტული ადგილიც ბევრად საინტერესო გამოჩნდება. გზა მშვენიერია, გადატვირთული გზები საერთოდ არ იყო, ამინდიც ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა დღეებში და ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით, ნახოთ რა იქნება მერე. მოვიდით ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილზე, რომელსაც ეწოდება პოზარის თერმული აბაზანები. ეს არის გოგირდოვანი ცხელი წყლები, სადაც ხელოვნურად არის დაგუბებული აუზებად, სადაც მივალთ ახლა ჩავალთ და განვიტვირთებით. პოზარის თერმული წყლები სალონიკიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს. ტყითა და მთებით გარშემორტყმული წყაროები სიმშვიდისა და სილამაზის ნამდვილი ოაზისია. პირველ რიგში შევიძინე ბილეთი, გამოვიცვალე და მზად ვარ წყლების აბაზანისთვის. ძალიან ცივა, მაგრამ სამაგიეროდ ხელი წყალი იქნება პირსახოც. აქ დავტოვებ, რომ ამოსუქეს ძალიან არ ციოდეს. აუ, რა კაი ხელი წყალია. აუ! ვა, რა კარგია. ვა, ძალიან კაი. ფიშა არის დავლა. და მოდი ხა მივეყუდები აქეთ. ეს ტემპერატურა 27 ცელსიუს გრადუსამდე თვება და ამ სიცივეში და ქარში გამიჯერებს ძალიან დიდი სიამოვნება. ერთი ბილეთი 3 ევროღის შეიძენთ. ჩამოხვათ აქ და 9 საათით შეგიძლიათ აქ დარჩენა, განტვირთვა. დასავლია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ვა, ძალიან კარგი. ყველანაირი დაღილობა წავიდა მგონი რაც გამაჩნდა. აუზში არსებული წყალი წელამდეა, თუმცა შეგიძლიათ ჩემსავით ჩამოჯდეთ, ან ჩანჩქერისწყლის ნაკადის ქვეშ დადგეთ. ვინაიდან თერმული წყლები ტურისტებში ძალიან პოპულარულია, შესაბამისად ინფრასტრუქტურაც განვითარებულია, ასე რომ შეგიძლიათ უფრო ხანგრძლივადაც დარჩეთ აქ და არა მარტო წყლის აბაზანები მიიღოთ, არამედ კრისტალურად სუფთა ჰაერზე საფეხმავლო ბილიკებზე ისეირნოთ. ალბათ დაახლოებით 20 წუთი ვიყავით თვითონ
წყალში განვიტვირთე მაქსიმალურად და ამოვედი, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ აქეთ მოხვდებით, აუცილებლად მოხვიდეთ აქ, გამოყოთ 1 საათი, 2 საათი გზის გადახურვა თუ დაგჭირდათ, ვინაიდან მხოლოდ 3 ევროთ შეგიძლიათ დატკბეთ, განიტვირთოთ. გარდა ამ მთავარი აუზის არის მეორე აუზიც, რომელიც დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს, თუმცა იქ შედარებით ნაკლები ხალხი იყო, ვინაიდან ესეთი ლურჯი ფერი რომ არ არის, ალბათ ყველას გული მაინც იქითკენ მიწევს და მეც ამიტომ ავარჩიე. გარდა ამ შედარებით ბუნებრივი აუზისა არის საცურაო აუზიც, თუ მოგენდომებათ უკვე შეგეიქათ შეხვიდეთ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული როგორ ვარიანტებს აარჩევთ. ჩვენთვის მთავარია კიდევ ერთი ფაქტი, რომ გარდა ამ აუზებისა გარშემო არაჩვეულებრივი ბუნებაა და ასეთ გამოცდილებას კიდევ უფრო უკეთესად აქცევს. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღის მეორე ნახევარში ამინდის გავარესებას ველოდით. თუმცა ისე მშვენიერი ამინდია და ჩვენ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ მივდივართ. ოზარის თერმულ აბაზანებს თუ მოინახულებთ, იქიდან 40 წუთის სავალზე მოვდივართ ამ ადგილას, რომელსაც ეწოდება ედესის ჩანჩქერები. შესაბამისად არის ულამაზესი ჩანჩქერები, რომელსაც ერთ-ერთ მათგანს ახლა ჩვენ ვხედავთ. როგორც წავიკითხე, მთლიანობაში ამ ტერიტორიაზე 12-მდე ჩანჩქერია, თუმცა ხილვადი არის 4, მაგრამ ჩვენ არ ვიქნება იმის დრო, რომ სხვა ჩანჩქერებიც ნახოთ, მაგრამ ვფიქრობ ამ სეზონისთვის მშვენიერი ჩანჩქერია. ალბათ გაზაფხულისთვის უფრო წყალუხვი ჩანჩქერი იქნება, უბეროდრო ლამაზი, მაგრამ ვფიქრობ ამ დროისთვისაც მშვენიერი ჩანჩქერია და აი დაბლა ჩავალთ, რომ დაბდენად შევხედოთ ამას. რაც თავარია, აქვე არის ერთი გამოქვაბული, ეს არის 24 მეტრიანი ღვიმე, სადაც არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, მხოლოდ 1 ევრო გზის და იქაც შევალთ აუცილებლად. ბილიკებით შესაძლებელია დაბლა ჩასვლა და იქიდან ტკბობა. ყველა მხრიდან ლამაზი ჩანჩქერია. არ მეგონა ამ სეზონზე თუ ასეთი წყალუხვი დამხვდებოდა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. დაბრუნებისას გამოქვაბულშიც შევედი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გამოქვაბულია, აღტაცებული დავრჩი სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების ზომებითა და სილამაზით. ზოგჯერ ისინი 3-დან 5 მეტრს აღწევს. გარდა ამ ჩანჩქერებისა, ედესაც ცნობილია კიდევ ერთი ფაქტით. ის მდებარეობს სპელას რეგიონში, სადაც დაიბადა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, დიდი მხედართმთავარი ალექსანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი. ძველი წელთაღრიცხვით 356 წელს. თავის მხრივ ესეც იმის მანიშნებელია, რომ ეს ადგილი ყოველთვის დასახლებული იყო უძველესი დროიდან და ბევრი საინტერესო რამ არის გარშემო. დღეისთვის ედესა პატარა ბერძნული ქალაქია თავისი ნაგებობებით, მოსახლეობით და რა თქმა უნდა, ულამაზესი ჩანჩქერებით. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.